ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის ყოფილ მოკრივეს ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრს 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ბრალდების მხარე 7-ვე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახეობის პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, რადგან პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის პოზიციით ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობდა. დაცვის მხარე კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. საბოლოოდ მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა გაიზიარა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. სასამართლოს ხმაზე ბრალთან დაკავშირებით პოზიცია თავად ბრალდებულებმაც გამოხატეს. მათი თქმით, ისინი ერთმანეთს არ იცნობენ და ამ საქმესთან კავშირი არ აქვს. პროკურატურამ გიორგი კანდელაკს, ბორის გოგიჩაიშვილს, თენგიზ გულორდავას, ალეკო კურტანიძეს, ქართლოს ჯალაბაძეს, გიორგი ბიბილაშვილსა და გიორგი ქავთარაძეს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენებით საქონლის წარმოების ფაქტებზე ბრალი 18 სექტემბერს წარუდგინა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ დაკავებულები 2022 წლიდან სისტემატურად ამზადებდნენ ალკოჰოლურ სასმელებს, ვისკისა და არახს აქციზური მარკის გარეშე და შემდგომი რეალიზაციის მიზნით ინახავდნენ. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და ასევე 196 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.